მიგრაციასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ჩვენ შეწუხებულები ვართ, ვისაც საქართველოს გვიყვარს, ვისაც სარწმუნოებას მიმართ პრეტენზია გვაქვს ასე თუ ისე, რომ ქრისტიანები ვიყოთ. შეწუხებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ჩვენ სამშობლოში, ანუ ჩვენ სახლში მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. ივსება უცხო ტომელებით ქვეყანა და არა მარტო უბრალოდ ქართული ეთნოსი უმცირესობაში გადავა სულ მალე თუ ასე გაგრძელდა, არამედ ჩვენი სარწმუნოებაც კი საფრთხის ქვეშაა, იმიტომ რომ ეს ხალხი არ არის მართლმადიდებლობასთან უბრალოდ ახლოსყოფი კი არა, ისტორიულად მართლმადიდებლობისა და ჩვენი ქვეყნის მტრების ქვეყნიდან მოდის ეს ხალხი. მაგრამ ცოტა მინდა რომ მიყვარს ხოლმე ასეთი თქმა, რომ მოვლენებს ცოტა შორიდან უნდა შევხედოთ და არა ლოკალურად რაღაც ერთ ადგილზე რა თლიანად რა ხდება მთელს სამყაროში, რატო ხდება ასე, რა არის ეს და რატო არ და რა ვითარებაში არის ჩართული ხელისუფლება ქართული ეთნოსის გენოციდში და არის თუ არა სიმართლე ზოგადად. თუ შევხედავთ ჩვენ მთელი მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას, აღმოვაჩენთ, რომ ეგრეთ წოდებული მიგრაციის პრობლემა აქვს ცივილიზებულ, როგორც ამას უწოდებენ ქვეყნებს, ცივილიზებულ ქვეყნებს, ალბათ დასავლეთს. არავის სხვა რეგიონში რამეს აქვს მიგრაცია არ ხდება. მივახციოთ ყურადღება. მიგრაციის საფრთხე არა აქვთ. დასავლეთში არის ამის საფრთხე, ამერიკაში, ბრიტანეთში, ევროპაში. რატომ არის ეს? ისეთი შთაბეჭდილება მექნება, რომ ვიღაცას ეს რაღაც ძალებს ეს მიზანმიმართულად აინტერესებთ. ამ დიდი ცივილიზაციების გაქრობა. მიზანმიმართულად აინტერესებს ეს. ახლა ვინ რა არის, ახლა კონსპირაციებში მოდი ნუშავალთ, იმიტომ რომ სხვადასხვა ვერსიები არსებობს და სულ სხვა კამათით შეიძლება წავიდეს საუბარი და ამიტომ მოდი მარტო ფაქტი და ფაქტებზე ვისაუბროთ. შემთხვევით არაფერი არ ხდება. აბსოლუტურად არაფერი არ ხდება შემთხვევით. რაღაც ძალებს აინტერესებს ეს, რომ მიგრანტებით გაივსოს მთელი ევროპა, ბრიტანეთი, ამერიკა და შესაბამისად არა მარტო ეს ქვეყნები, კავკასია, საქართველო კონკრეტულად მიგრანტებით გაივსოს. ჩვენ თუ დავაკვირდებით დასავლეთის ურთიერთობას ამ ბოლო 10 წლების განმავლობაში საქართველოში არსებულ სამივე ხელისუფლებასთან, შევარდნაძის, სააკაშვილისა და ივანიშვილის ხელისუფლებასთან, აღმოვაჩენთ, რომ დასავლეთის ერთ-ერთი განსაკუთრებული პირობა, მოთხოვნა, კიდე პირობა დავარქვათ, კიდე მოთხოვნა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით. არის რომ კარი უნდა გაეღოს მიგრანტებს, ანუ ეგრეთ წოდებულ უცხოტომელების შემოდინებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე გვეტყვიან უარს. ჩემთვის მაგალითად ეს დიდი ამბავი, საერთოდ მე არც მაინტერესებს სადღაც ქვეყნის გაწევრიანება, მე საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ვარ, მაგრამ რეალობას გავყვეთ. დასავლეთში გაწევრიანებაზე გვეუბნებიან უარს. ანუ საერთაშორისო ძალები მოტივირებულად ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებებიდან, რომელიც არ უნდა იყონ, ამ შემთხვევაში ჩვენ ყავს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის მდგომარეობაში ვართ, რეჟიმში ვართ, ითხოვს და ისინი ამას ეს ხელისუფლებას ამას არათუ არ უარყოფს, ადასტურებს კიდეც, რომ მიგრაციის კარი უნდა იქნეს გაღებული. და შესაბამისად ხელისუფლება იმას კი არ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გააჩეროს, ეს პროცესი შეაჩეროს და ქართველების გადინება, ნახე პარალელურად მიგრანტების შემოსვლა და ქართული ეთნოსის გასვლა ქვეყნიდან. თუ ჩვენ ამას დავაკვირდებით, რამ აიძულა ქართველი დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ქვეყნის გარეთ. მოდი შევხედოთ მოვლენებს. ჩვენი სავაჭრო კავშირი იყო ჩრდილოეთთან, დაიწყო 92-ში, როგორც კი გადატრიალება მოხდა აფხაზეთში ომი, რის შედეგადაც ჩაიკეტა სასიცოცხლო არტერია ქართველებისთვის, საქართველოსთვის.
რკინიგზა, სოხუმზე გამოვალე რკინიგზა და აბსოლუტურად ალყაში აღმოჩნდა საქართველო. და ჯერ თურქეთში დავიწყეთ გასვლა, გვახსოვს 90-იან წლებში ჩემი თაობის ხალხს ახსოვს. ალბათონები მიდიოდნენ თურქეთში და არა მარტო მამაკაცებიც ასევე რა თქმა უნდა და მე საბერძნეთში და მე ევროპაში. გაწყდა სავაჭრო კავშირი ჩვენს ბუნებრივ მეზობელთან. სავაჭრო მეზობელთან, რომელთანაც 2 საუკუნე ჰქონდა სავაჭრო კავშირი. ვიღაცას ეს უხარია, ვიღაცას არ უხარია, მაგრამ სხვა თემა არის უკვე, ემოციების სხვა თემაა. ამის შემდგომ უკვე ქართველს სოფელი რო იცლება, რატო იცლება სოფელი? იმიტომ რომ პერსპექტივას ვერ ხედავს ახალგაზრდა კაცი, დარჩეს სოფელში ცოლი მოიყვანოს, აქ თავს უბრალოდ ვერ ირჩევს. მოიყვანს მოსავალს მერე ხუმდა გაყიდოს, ვერ იყიდება ეს მოსავალი. იმიტომ რომ ბაზარი არის ბუნებრივად ჩაკეტილი, ეს მართული პროცესია, მე ამაში ღრმად დარწმუნებული. ქართველი ადამიანი იზოლებულია ქვეყნიდან წავიდეს და ლუკმაპურის საშოვნელად ქალბატონები არის გასული ძირითადად მამაკაცებიც ასევე გასულია და ლუკმაპურის ეს ოჯახის ჩერის მიზნით ხალხს დატოვებული აქვს ოჯახები და პარალელურად აქ შემოდის იმ ქვეყნებში პრობლემებისაც იქნება აზიურ ქვეყნებში და ეს აზიური ნაკადი მოდის საქართველოში პარალელურად. ამ პროცესს თითქოს ვერ აჩერებს ხელისუფლება, თითქოს მორგებული არის ეს ხელისუფლება ამ პროცესს და მათი მიზანი ხო ახლა ამ თავრობის მიზანი ქვეყნის გადარჩენა კი არ არის და რაღაც ქართული ეთნოსის გამრავლება და ასე შემდგომ. არამედ ფული გააკეთონ და პირადი ცხოვრება მოიწყონ და კომფორტში იცხოვრონ. შესაბამისად იმ რეალობას, რა რეალობაშიცაც ეგრეთ წოდებული საერთაშორისო ძალები თავაზობს ხელისუფლებას, იმ რეალობას არიან მორგებულნი. აი ნახეთ ბიზნესმენი ვარ, პირობითად ვთქვათ, ახლა თანა გავლენიანი ვარ სახელმწიფოში, პირობითად ვთქვათ. შემოდის მიგრანტები, უცხოელები შემოდიან, ქართველები გადიან, რა მიმართულების ბიზნესში ვიშონი ფულს. უპირველეს ყოვლისა ფულს ვიშონი მშენებლობის ბიზნესში. ამ უცხოელებს რო შემოდის ხოლმე ბინები. ამ სამშენებლო კომპანიებს დავაარსებთ, მერე სხვადასხვა ბიზნესები, მარტო სამშენებლო კომპანიები არა, რომლებიც გათვლილი იქნება იაფ მუშახელზე. უცხოელები შემოდიან, მერე რა რო ის ქართული ეთნოსი, ქართული ლაპარაკი აღარ იქნება, მერე რა რო აქ სარწმუნოება მოკვდება, იმიტომ რომ მართლმადიდებლები ესე არ არიან. მერე რა რო ცოტა ხანში ფიზიკურად ამოგწყვეტენ, როგორც კი პატარა ხმასა მოვიღეთ, მერე რა მთავარია რომ ეს ხალხი, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, ფული იშონონ. თუ აქ პრობლემები შეიქმნება, კაცო, რა პრობლემა არის? ფული დაშონი აქვთ, დაждდებიან თვითმფრინავში და გადაფრინდებიან სადმე ქვეყანაში და სხვაგან გააგრძელებენ ცხოვრებას. რა პრობლემა არის? რა სამშობლოს გზნობა აწუხებთ, ემოციები აღჭობთ ხოლმე, სენტიმენტები სამშობლოზე როცა დაუწყებ ლაპარაკს. ზოგადად სიტყვა სამშობლოს როდის ახსენებენ ხოლმე დიალოგში, მიახციეთ ყურადღება მეგობრებო, პოლიტიკოსები, სამთავრობო პიროვნებები თუ ეგრეთ წოდებული ყოფილი მმართველები სამშობლოს მიმართ როდისმე თუ ლაპარაკობენ, თუ მოგისმენიათ, რომ აი სამშობლოზე რამე უთქვამთ. არც უთქვამთ, არც ამბობენ, არც მომავალში იტყვიან, იმიტომ ესეთი შეგრძნება, ესეთი ცნება რა არის, არ იციან. მათთვის ეს სასაცილო არის, რომ ვიღაცა სისხლი რო უდუღდება სამშობლოზე ლაპარაკის დროს ვერ გებულობენ, მაგას ვერ გებულობენ. აი ხო გახსოვთ ცნობილი ფრაზა სამშობლო ერთ ქალბატონი ამბობდა, არ მახსოვს გვარი, მაგრამ კოლექტიური ყველა მაგენი ერთ არის, ლიბერალები არის, ნაციკოცი ერთი ლიბერალური სასწაულია, რა თქმა უნდა. კოლექტიური ერთი ჩამოსხმა არიან. თითოეულ გამონაკლისების გარდა. სამშობლოს ცნება არ იციან რა არის. ლიჟბი აქედან წავიდეს, შემთხვევითი ფრაზა კი არ არის, ხელშეწყობილი, კულტივირებული ფრაზა არის. და ეს არის გეგმაზომიერი, იმას კი არ ვამბობ, რომ უშუალოდ ქართული ოცნება გათვალა, მოდი ამოვწყვეტავ ქართველებს. არა, ამ გაგებით კი არ ვამბობ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ ეს ხელისუფლება ქართული ეთნოსის გენოციდს ახორციელებს. მოერგო ქართული ოცნება არსებულ რეალობას, რასაც დასავლეთი მას თავაზობს
და ამ რეალობიდან გამომდინარე მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის რა ფულის კეთება და კომფორტი და კაი ცხოვრება აკეთებს ფულს იქ სადაც ფული იშოვება და ფული ზუსტად ამ თემებში იშოვება მეგობრებო ბინები, ხაბის კლუბები, კაზინოები, რა ვიცი, ბორდელები, ნარკოტიკები, რავი ასეთი. აი ესეთ უბედურებებში იშოვება, ერის გახსნა, გახსნებაში და ერის ზეობრივ დეგრადირებაში იშოვება ფული და ამ მიმართულებითაც წვალობენ, შრომობენ, რომ ფული აკეთონ, წვალობენ და შრომობენ წყალებში, რა თქმა უნდა. მამას ფენდონ, მოგობა, აი დავამთავრებ თქვენი ნებართვით უკვე ასე თქვა წვიდა. აუცილებელია თუ კი ჩვენ საკუთარ თავს თვით ჩვენი ერის ნაწილად სისხლად და ხორცად ჩვენი ერისას აუცილებელია წინააღმდეგობა გაუწიოთ არსებულ მდგომარეობას და ეს წინააღმდეგობა ერთია როცა ვიტყვით სათქმელი უნდა ვთქვათ აუცილებლად რა ხდება ამ სიტყვის თქმა მართალი სიტყვის თქმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემო ქართველებო და სადაც შეგეძლებათ სოციალური ქსელი იქნება ეს იქნება ურთიერთობები სამეზობლო თუ რამე უნდა ვთქვათ სიმართლე რაც ხდება ეს სინამდვილეში ეს დისკომფორტს უქმნის რა თქმა უნდა ხელისუფლებას და შესაძლებელია თუ იმეს კარიერას ფიქრობთ სიმართლის ლაპარაკის გამო საერთოდ სამსახურები დაკარგოთ ეს შესაძლებელია მაგრამ მე იმ ხალხს მინდა ველაპარაკები და იმ ხალხს მიმართავ ვისთვისაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტად ღირს ვისთვისაც ქართულად ლაპარაკი ქართულად ლოცვა სულზე მეტი ტკბილი როა იმ ადამიანებს მოგმართავთ ჩემო ძვირფასებო მხოლოდ იმ ადამიანებს ერთმანეთი უნდა იპოვოთ რატომ იმიტომ რომ ერთია როდესაც რაღაცას ამბობ ძვირფასო ეს კარგია მაგრამ მეორეა როდესაც ამას ორგანიზებულ ფორმაში ამბობ ჩემთვის უდიდესად აი სასიხარულოა ჩემო ძვირფასო მეგობრებო თქვენი არსებობა აი მაგის გამო ვდგავარ მე თქვენს გვერდის არაერთ გზის მithქვავს და თქვენთვის კი არ მithქვავს სინამდვილეში საზოგადოებას ვეუბნები რატო ვარ კონსერვატორებთან მამას პირიდონი იმიტომ რომ ეს არის ორგანიზებული ძალა რომელიც ძალას ორგანიზებულად ქართული ეთნოსის გადარჩენის მოტივით ცხოვრობს იმიტომ რომ ხალხი ვისაც ვიცნობ მე ადამიანებს უბრალოდ ის კი არ არის თქვა რაღაც ინტერესი ერთადერთი ინტერესი გვაქვს ყველას არა გადავშენდეთ არა მოუწყდეთ და ეკლესია ჩვენი ქართული ლოცვა ისმოდეს მომავალში და მომავალი თაობა იყოს გაზრდილი არა თქვა უცხოეთიდან თავს მოხვეული იდეოლოგიებით არამედ ქართული იდენტობით გაიზარდოს ქართული ვაჟკაცობის საფუძველზე გაიზარდოს მომავალი თაობა და რა თქმა უნდა სულიერებით ზნეობრივი ნორმებით იზრდებოდეს მომავალი თაობა აი ამას ვხედავ და იმიტომ ვდგავარ თქვენს გვერდით და ესეთი ჩვენი ერთობა დარწმუნებული ვარ ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული შედეგს დადებს შეიძლება დროში გაგვეწელოს იმიტომ რომ არც ფინანსები გვაქვს არც საინფორმაციო საშუალებები გვაქვს რაღაც ძალაუფლების რაღაც ფორმით ფინანსები საინფორმაციო საშუალებების ყველაფერი ძალაუფლებას ნიშნავს არ გაგვაჩინია მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენ გვაქვს შეიარაღებაში და მათ არა აქვთ ეს არის სამშობლოს გაცდა და მის მიმართ სიყვარული ასე რომ მეგობრებო ბრძოლა და ბრძოლა ოღონდ გვახსოვდეს არა მარტო ემოციური არამედ გონივრული ბრძოლა და ნაბიჯი ქმედება ჩვენი საბოლოო გამარჯვებისთვის მადლობა მოსმენისთვის